მონაცემებს ფლობს არასამთავრობო სექტორი. საღამოს 7 საათისთვის სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მოგოწვის ახლა ბოლო ინფორმაციას. მედია ცენტრში, რომელიც ქობულეთის ქუჩაზე ჟურნალისტებისთვის არის გახსნელი, ამ წუთებში ლომჯარიას ბრიფინგი იწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით და წარმოგიდგენთ საღამოს 5 საათის მდგომარეობით სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის მონიტორინგის შედეგებს, ასევე ინფორმაციას უბნებზე მიმდინარე დარღვევების თაობაზე. სამართლიანი არჩევნების მონაცემებით საღამოს 5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგენდა 52%. ეს არის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ამ დროისთვის, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც საღამოს 5 საათისთვის 2008 წელს შეადგენდა 43%. განსაკუთრებით ხსურს ხაზი გაუსვათ აქტივობას თბილისში. სამართლიანი არჩევნების მონაცემებით დედაქალაქში 5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 52 შეადგენდა, მაშინ როდესაც 52% შეადგენდა, მაშინ როდესაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საღამოს 5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა მხოლოდ 41%-ს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონებში, იგი საღამოს 5 საათისთვის 52% შეადგენდა და ეს მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც 2008 წლის ამომრჩეველთა აქტიურობა ამავე დროისთვის. ასევე ჩვენი ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მიღებული ანალიზი იძლევა საშუალებას გამოვავლინოთ ამომრჩეველთა აქტიურობის მონაცემების საფუძველზე თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად უბნების 56%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველზე ნაკლები წუთში, ხოლო 54% შემთხვევაში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩეველი წუთში. რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისათვის ჩვენს მიერ დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციისათვის ხელი შეშლის 4 ახალი შემთხვევა და ფაქტი. ეს არის რუსთავის 70-ე, საბურთალოს 61-ე, კასპის 22 და ბათუმის 22 საარჩევნო უბნებზე. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა მარტვილის მე-9 საარჩევნო უბანზე. მარკირების პროცედურის დარღვევის 6 ახალი ფაქტი, რაც გამოიხატა როგორც მარკირების პროცედურის შეუსრულებლობაში, ასევე მარკირების შეუმოწმებლობაში. აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა სამგორის მე-4, მესტიის მე-20, წყალტუბოს მე-4, მარნეულის 30-ე, 50-ე, ასევე ბათუმის 35 და 105 საარჩევნო უბნებზე. არასათანადო დოკუმენტაციის ხმის მიცემის 4 ახალი შემთხვევა გვაქვს. ნაძალადების მე-2, გლდანის 106, მესტიის მე-20, გურჯაანის მე-5 და ზუგდიდის 75 საარჩევნო უბნებზე. სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემის 5 შემთხვევა დავაფიქსირეთ რუსთავის 86, ჭიათურის 23, ქუთაისის 107, ბათუმის მე-8 და 31 უბნებზე. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოებისა და შევსების 2 ფაქტი ქობულეთის მე-11 და თერჯოლის მე-13. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მედია ცენტრიდან არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით. საღამოს 5 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 52%-ს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 9%-ით მეტი არის.